გურჯაანის სტადიონზე ვარდმაც იხაროიო. ვინც საყვარელ უღალატოი არ გაიხაროიო. იყოიო. მოგესალმებით ჩემო მშობელო ხალხო, ჩვენ ვიმყოფებით ჩაილურში ძალიან მაგარ ადგილას, ღვინაშვილების საგვარეულო მარანში და რა თქმა უნდა, ეს პოდკასტი არ გეგონოთ, ეს ლოდკასტია. მე კი მისი წამყვანი ქიშვარდა ბიჭი. იგივე გიგი. აბა მეგობრებო, იდექით ლომბარდის რიგებში. დამთხვიეთ ირიბათ ნათქვამი ნამიოკები რეალურ სურვილებს. მიხვდით, რომ iPhone-ის twin ფორთოხლის ფერი кейსი კი არა, პირდაპირ ბოლო მოდელი უნდათ. ეხლა ალალათა თქვით. ყვაილები მაღაზიაში იყიდეთ თუ სასაფლაო სასახვევიდან წამაიღეთ. აბა, რამდენმა დაპატიჟეთ შეყვარებული ძვირიან რესტორანში, ანგარიში რომ აითხოვ და სოჭკიდან ამოწერილი ციფრები რომ აქვთ. რესტორანში წასვლამდე ამაივ სეტკუჭები უხალხო და უწიწაკო შაურმით. იქ რო შავხვალ და მარტო წყალი რო გინდავითო. სამაგიეროდ, ფეხები ხო გააქვთ თბილად ნაჩუქარნასკებში. დიახ, მეგობრებო, სწორად მიხვდით. ჩვენი გადაცემის დღევანდელი დღის თემა სიყვარული და რა თქმა უნდა, ყველას მოგვიანებით გილოცავთ ამ დღეს. როგორც უკვე შენიშნეთ, წინა გადაცემაში ჩვენი გადაცემა გავხადეთ საერთაშორისო და ახლა გვინდა რომ ჩვენი გადაცემა გახდეს ყოვლად სახალხო. რადგან არ გეგონოთ რომ მე გავხვევთ თავს საკუთარ აზრს. კითხოთ ხალხი რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ როგორ ხარ ეგ მითხა, როგორ მიდის საქმეები? კარგი. იცი რა მაინტერესებს, ახალგაზრდა კაცი ხარ? აი ბოლოს სიყვარულის დღეზე რა გაჩუქე შენ? მე რა მახსოვს? აი ახლა მაშინ ის მითხარ, სიყვარული რა არის შენი აზრით? მე რა სიყვარული ადამიანი გიყვარს, მოლი თუ გიყვარს რაღაცა არა ვისწარა. ისე უბრალოდ სიყვარული და მართალი ხარ. ადამიანის გარდა რა შეიძლება რომ ადამიანი გიყვარდეს ყველაზე უფრო? შენი თავი აბარამის ხარა გიყვარდეს, მაღაზე მეტი სიყვარული და შენ თავი თუ არ გიყვარს, სხვა ვერ შეიყვარდა და ვინის სიყვარული ხო შეიძლება? ვინიცო? ო. ვინის სიყვარული ახლა. ნამდვილი სიყვარული არის ღვინის სიყვარული, რა სიტყვი შენ? ხო, არა, ვინაც უნდა გიყვარდე ისე ყველაფერი, მაგრამ ადამიანი მაინც ახლა ვინო მაინც ვიცი რა. ჯობია რომ ადამიანი გიყვარდეს. ხო, მაგრამ რაღაც ოქროს კაცი. ეხლა ეგ გითხარი, სიყვარული რა არის შენი აზრით? რა კუთხით შვილო? შენი კუთხით. ადამიანურად. სიყვარული ყველაზე ძვირფასი, დიდი განძი და დიდი ცნება, დიდი გრძნობა. სიყვარულით მოდის ყველაფერი და სიყვარული ატრიალებს აი ამ დედამიწაში. შეყვარებული მყავდა და მე მეუღლე გახდა. მაშინ შვილო ისე დრო იყო რომ მე ვსწავლობდი, სტუდენტი ვიყავი და გვერდე აქედანაც ჩემი ამხანა გამომიდგებოდა. აქედანაც არ მაძლევდნენ საშუალებას რომ ის მე დამლაპარაკებოდა და მე იმას დამლაპარაკებოდა. სანამდე ოჯახში არ მოვიდა და ჩემი მშობლებიდან თანხმობა არ მიიღო, ვიყვა და მე 3 წელიწადი სამხედროში იყო მოვუწოდე, წერილებსაც უჩუმრა ვიღებდი და უჩუმრა გზავნიდი. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ ბებო. ბარაკა და ხეირი ნახეთ. ხო, ესე იგი რა გვაინტერესებს? პირველ რიგში რო გითხრა, შენი აზრით სიყვარული რა არის? სიყვარული არის სიყვარულება რა უნდა იყოს. სიყვარულში განსაკუთრებული არის ყველაფერი უნდა გიყვარდეს, უნდა იყოს კაცური კაცი და გიყვარდე შენი შრომა და რა შენი საქმიანობა რა ქვეყანა. ახალგაზრდა კაცი ხარ და შეყვარებული ბევრი გეყოლებოდა ყმაწვილობაში. ეხლაც აუარი. ვაი რა მკვდარი ვარ, გული როცა ფეთქავს უნდა იმოდრავო, მაგიტაც როტირია. ყველაზე უცნაური რა გიჩუქებია შეყვარებულით? სამწოდე. რა საერთოდ საყურე. და შენთვის აი რამე უჩუქებია შეყვარებული? არაფერი, კონცერტა მარტო. აჰა, როგორ ხარ? აი, რა ქვია სახე? ვიო. შეგენაცა, მაგარი კაცი. აუ, სახლა თავი კონცერტთან ფოტო როგორ
აბა ეხლა შენ ერთ კითხვაზე მიპასუხე. შენი აზრით რა არის სიყვარული? სიყვარული არის ისეთი რაღაც, რაც ადამიანი რო დაკარგო, სიყვარულით მაინც გეყვარება და რაც გინდა მოხდეს, ეგ მაინც გეყვარება, ეგაა სიყვარული. ეხლა 14 თებერვალს რო სიყვარულის დღე მოდის, საჩუქარი ნაყიდი გააქვს შეყვარებულისთვის. არა მყავს. არა ყავს შეყვარებული კაცო. არა. არც აკოლია ადრე შეყვარებული არასოდეს. არა. ერთი შეყვარებული გეყოლებოდა. კარგი მაშინ რო ყავდეს შეყვარებული, აი რო წარმოიდგენ რომ შეყვარებული ყავს. რაც აჩუქებდი? მე ვაჩუქებდი მაიცა ყვავ. მეც არაფერს კაცო. კი. რასა? თუ დიდი ვიქნებოდა მილიონერი მანქანას. წამოსად ჩაგიყვანოთ, აბა საითაც ხარ. ვიყიდი თავის საქმე გააკეთა ჩვენი კი. ხამა თავის საქმე გააკეთა ჩვენ რა გონია ჩვენ სასაკეთო. იძმაო. იაო, ოჩარი კაცია. აბა, მადლობა გენაცვალე. კარგად ამყვანდი. კიდე ჩამოდი. გამოვარ კიდე აუცილებლად. ძვირფასო მეგობრებო, სანამ გადავალ ქართულ ტრადიციებზე სიყვარულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოდით ჯერ მიმოვიხილოთ რა ხდება ამ დღეს მსოფლიოში. იყოიო? იყოიო. მოდით დავიწყოთ მეგობრებო ამ მომავალი მზის ქვეყნიდან, იაპონიიდან. ახლა რა ხდება იაპონიაში? მანდილოსნები ვალდებულნი არიან, რომ საყვარელ მამაკაცს აჩუქონ ძვირფასი, ნასკი არა, წინდა რა თქმა უნდა, ნასკი უფრო უხდება. არამედ რამე ძალიან ძვირფასი შოკოლადი. ეს რა თქმა უნდა კარგიაო, იტყვით გენაცვალე, განა რა უნდა ღირდესო ეხლა იგეთიო, მაგრამ ზუსტად ერთი თვის თავზე 14 მარტს მამაკაცები ვალდებულნი არიან სამაგათ ძვირფასი საჩუქარი დაუბრუნონ ქალბატონებს, რაც მიიღეს. ეხლა ეგ ჩვენთვინაც კარგი არის, ეხლა განა რაღაცა ბიჭო, რა განა რა იგეთი ნასკი უნდა მაჩუქონო, ეხლა სამი ნასკის ფასი ვერ მოვაგრო. ეს მშვენიერი წესია, შეგვიძლია მეგობრებო დავამკვიდროთ. აი მაგალითად, ჩემ საყვარელ კორეაში 14 აპრილი გამოცხადებულია შავ დღედ. მარტო ხელა ხალხი იკრიბება და გაედით ცრემლი და ღვიარება. არიან ერთ უბედურ დღეში. არ ვიცი, შეიძლება რამე აწუხებთ და იმიტომ, მაგრამ შეიძლება პირიქით სიხარულის ცრემლებია ეს, რომ გადარჩენელები არიან ძვირიანი საჩუქრების ყიდვაი. დიდ ბრიტანეთში ასეთი წესი არსებობს. სიყვარულის დღეს პირველ ფრინველს, რასაც დაინახავენ ცაში, მისი მსგავსი სატრფო ეყოლება. ეგ წესი აქ არ გამოდგება. ხლა არა შენდაში აქ ფლამინგო და კანარი ჩიტები ვინ მომიყვანს გენაცვალე. მაქსიმუმ ერთმა ყვავმა გადაიფრინო ისიც რა ვიცი. ან კაჭკაჭზე ნაჯვარი იქნება, ან რაღაცა იქნება. ეგ წესი ჩვენ არ გვაწყობს გენაცვალე. მოგეხსენებათ მეგობრებო, რომ ჩვენი გადაცემა არის უკვე საერთაშორისო და რა თქმა უნდა დადგა დრო, როცა უნდა მოვიწვიოთ ჰარმონიულ ურთიერთობათა და მარადიული სიყვარულის ექსპერტი ბექა ქოდერძიშვილი, რომელსაც მე როგორც ყოველთვის არ ვეთანხმ. ასუნსიონის ვეტრო ქუჩებში ვერასდროს ვეტყვი. ვაი, შენ ხარ ოცნება აუხდანელი, მიყვარხარ პარაგვაი. უდიდესი სიყვარულით მოგესალმებით ჩემო კარგებო. რადგან დღევანდელი თემა სიყვარულია, უკეთეს შესავალს, ვედრე პარაგვაული პოეზია, ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. სულ რამოდენიმე წლის წინ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო გათხრები. მეცნიერებს სურდათ მიეკლიათ სიყვარულის ყველაზე უფრო ადრეული გამოვლინებისათვის. როგორ გგონიათ, სად მიაგნეს სიყვარულის ყველაზე უფრო პირველად არტეფაქტს? რა თქმა უნდა პარაგვაიში. პარაგვაიში, სადაც სიყვარულს პირველად დაერწა აკვანი, საიდანაც მთელ სამყაროს მოედო ეს მარად უჭკნობი გრძნობა. რაც შეეხება შტატებს, ისე როგორც ყველა დანარჩენი ურთიერთობა, სიყვარული აქაც ფასადური, ფარსი და პლასტმასურია. უფრო მეტიც, გააჩერეთ ნებისმიერი ამერიკელი, დაუახლოვდით და გამოუტყდით ჭეშმარიტ სიყვარულში. იგი ვერაფერს მიხვდება. უფრო მეტიც, შესაძლოა ეჭვითაც კი შემოგხედოთ.
პოპულარული მონღოლური გამოცემის თონგ ქუხ ხონქეის კვლევებზე დაყრდნობით, ყოველი მესამე ამერიკელი განიცდის უსიყვარულობას. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი ამერიკული ემიგრაცია წლიდან წლამდე კიდევ უფრო იზრდება. ათეულობით ამერიკელი ტოვებს სამშობლოს და მარადიული გრძნობის საძებნელად პარაგვაის მიაშურებს. რადგან მონღოლეთს შევეხეთ, მინდა ერთი საინტერესო ამბავი მოგითხროთ. გასულ საუკუნეში ცნობილმა მონღოლმა პოეტმა დონჟინ გომბოჟავი სიყვარულს 853 სტროფიანი დიდებული პოემა მიუძღვნა. მან ფურორი მოახდინა მთელს მსოფლიოში. ეს ფურორი გამოწვევად მიიღო პარაგვაული პოეზიის კორიფემ ანაკლეტო კორდოვომ. მან პარაგვაული დარბაისლობითა და ლაკონურობით გასცა პასუხი ამაყ მონღოლს. ჩენგისხანი, ყურულთაი, სიყვარული, პარაგვაი. ანუ რა? თქვენ ჩინგისხანს მიმართეთ, ჩვენ კი სიყვარული გვაცალეთ. შტატებს კი მიმართავ. მოიხსენით პარიგი. გიცანით პან ტომასო. ბორჩაუ, თავ რა გვაიგო, რა პარაგვაიო. აღარ ვიცი რა. დაი მეგობრებო, მოვადექით საქართველოს. 14 თებერვალი სამსახურში ავანსი აღებულია, სესხები გამოტანილია, დასალომბარდებელი უკვე დალომბარდებულია, ვითომ შემთხვევით გახსენებული ლექსები უკვე ნასწავლია, საჩუქარი ნაყიდია და რესტორანი დაჯავშნილია. გადავდივართ საკუთარი თავის მომზადებაზე. და რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება ბანაობა გაპატიოსნებით. შენ ისიცი იმაზე რა ქვია, ბანაობაზე. კაცი მივიდა რა, თორა რამეო კარგი შამპუნი მომეცი თუ ვერამდისო კარგი სუნიო რა, რაღაცა მიშველეთო რა. გამოუტანეს რაღაც ყველაზე ძვირიანი ევკალიპტის რაღაცა შამპუნი, რაღაცა 4-1-ში რაღაცა საოცრება. იბანავა გავიდა სახლიდან ძმაკად შეხვდა და აბა 1-ო თავზე ნახეო როგორი სუნი ამდის დასუნა და ნაძვის ხის ქვეშ მოჭმული სუნი აგდის გენაცვალე. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ კაცებს გვაქვს ბანაობის ორი სტანდარტი. ერთი ეს არის ყოველდღიური, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე რა თქმა უნდა არ ვიბანთ და მეორე სადღესასწაულო, რაც თავის თავში მოიცავს აბაზანაში არსებული ქალის, კაცის, ბავშვის ყველანაირი შამპონით დაბანას. და რა თქმა უნდა, შემდეგ იწყება ყველაზე რთული პროცესი, ტანსაცმლის შერჩევა, შეხამება. აქ ყველაზე დიდი სირთულე ფართო არჩევანი არ არის, მეგობრებო. ყველაზე დიდი სირთულეა იმის გახსენება, გვეცვა თუ არა იგივე ტანსაცმელი ბოლო პაემანზე და რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი მეგობართან შერბენა და მისი ძვირიანის უნამოს დასხმა. მორჩა მეგობრებო, თქვენ უკვე თქვენი თავის საუკეთესო ვერსია ხართ და შეიძლება ითქვას რომ გადააჭარბეთ კიდეც და რა თქმა უნდა ასეთ დროს უკვე საკუთარი თავით კმაყოფილები ვრეკავთ ჩვენ სატრფოსთან, რომელიც რა თქმა უნდა მზად არ არის და ვითომც არ ელოდებოდა ისეთი გულუბრყვილობით კითხავს, მე უკვე მზად ხარ შენა? მეც მალე ვიქნები მზად და რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ქალებს აქვთ თავიანთი საზომი ერთეული დროის, რაც მალე ნიშნავს დაახლოებით 2-დან 3 საათამდე მზადებას. და ეს მალე უკვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ თქვენმა მეგობრისგან ნათხოვარმა სუნამომ დაკარგოს თავისი არომატი, ღილები გამოგებეროთ აეგრე, როგორც მე მაქვს გენაცვალე და ნელ-ნელა გაჩნდეს სურვილი. 100 გრამი ხო არ გადავკრა მეტი გამბედაობითი. და თუ ეს თქვენთვის პირველი სიყვარულის დღე და პირველი პაემანია, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეს არ იყო პირველი ლოდინი. ერთი განსაკუთრებული ლოდინი მოგიწევთ მის სადარბაზოსთან. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხნის წინ დაგირეკეთ და გითხრათ, დაიძარი მე უკვე მზადავარო. ელოდები, ჩამოდის ისეთი ლამაზი, რომ ხვდები ამწყალებად ღირდა ესმოლოდი. და აი შედიხარ რესტორანში და ყველა რომანტიულ სუფრაზე საკუთარ თავს ხედავ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეტაპს. ზოგან უკვე საჩუქრები გაცვლილია, ზოგან ახლა იცვლება საჩუქრები, ზოგი
საერთოდაც ისმენს ქალისგან თუ როგორ მიატოვა მისი დაქალი ყოფილმა ქმარმა და ახლა პირველ ცოლთან შერიგება. და ამ დროს შენ ხვდები, რომ ის სასიგრამი არ იყო საკმარისი და აუცილებლად დამატებას მოითხოვს. ქისი ქვევრი. აბა ვინაშულებმა თუ არ იციან ღვინის აბა ვიღამ უნდა იცოდე. ძალიან მაგარია. აი, მოგართვეს მენიუ და თქვენ ხვდებით, რომ თავის მოწესრიგებას და მენიუდან განსაკუთრებული რამის შეკვეთას დაახლოებით ერთი და იგივე დრო სჭირდება. თქვენ შეიძლება გაგიმართლოთ, თუ მიმტანი კაცი აღმოჩნდა და თქვენი გამომეტყველებით მიხვდა, რამდენი საშუალება გაქვთ, რომ გადაიხადოთ. და როცა ჯერი სასმელის არჩევაზე მიდგება, აუცილებლად თქვენი ქალბატონი განსაკუთრებულად მცოდნე სომელიესავით მოიქცევა და თავდაჯერებულად იკითხავს, რას შემოგთავაზებთ. აი ამ დროს შენ გახსენდება, როცა გაიცანი იგი და ფრანგული შარდონეს ნაცვლად გოგიანთ წყალგარეულ ადესას აისვამდა. შენ ამ დროს მენიუ და ფასები რა თქმა უნდა უკვე შესწავლილი გაქვს, აი ეგრე მიატერიალებ მენიუს მიმტანისკენ და თითის დადებით აჩვენებ 200 გრამი ეს მომიტანეთ. არ დაასახელებ ბრენდს, სახეობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯობია იაფი და ბევრი აიღო, ვიდრე ცოტა და ხარისხიანი. როგორც წესია, თქვენ მოჰყვებით ისეთ ისტორიას, რომლის გახსენებაც სულაც არ იყო საჭირო. როგორც წესია, რესტორანში ელვისებურად შემოვარდნილი ბავშვისგანაც იყიდით ერთსალ წითელ ვარდს. როგორც წესია, რაინდულად მიაცილებთ სახლამდე. როგორც წესია, დამსახურებულ კოცნასაც მიიღებთ. როგორც წესია, ბედნიერი გაეშურებით სახლისკენ ფეხით. როგორც წესია, ამ ბედნიერების აღსანიშნავად უბნის მაღაზიიდან ერთ ბოთლს აიყოლებთ ნისიათ. დილით კი ტარების უფლებით დალომბარდებულ ტელეფონში თქვენი რჩეულისგან მოგივათ წერილი და მიხვდებით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დიახ, ძვირფასო ქალბატონებო, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გავამუქე, ბევრი რამ მოვიგონე, დავამატე. კი, რა თქმა უნდა, ვხუმრობთ, მაგრამ სინამდვილეში გულით გვიხარი ამ ყველაფრის კეთება, რადგან ჩვენთვის ყველაზე მთავარია თქვენ იყოთ ბედნიერები. და რა თქმა უნდა, მე თუ მკითხავთ, ყოველი დღე სიყვარულის უნდა იყოს. ერთმა რო თქვა რა, ერთ გოგოსო იმდენი საჩუქარი ვაჩუქეო, რომ ბოლოსში სხვა გზა აღარ მქონდა, ცოლად მოიყვანე, ამოდოლა ქონება, ხო არ დაუტოვებდი. აი, ეგეთებიც ახდება. იდგა 1779 წლის 14 თებერვალი. გამოჩენილი ინგლისელი მკვლევარი და მეზღვაური ჯეიმს კუკი თავისი ორი გემით ჰავაის სიდიდით მეორე კუნძულ მაუის მეორედ მიადგა. ექსპედიციის მონაწილეებს ეგონათ, რომ კაპიტანმა გემებში წყლისა და სურსათის მარაგების შევსება გადაწყვიტა, მაგრამ ის კი არ იცოდნენ, რომ მას პირველი ვიზიტისას თავდავიწყებით შეუყვარდა მაუის ბელადის კალანიოპუსის უმშვენიერესი ქალიშვილი მალინალი, მიუხედავად იმისა, რომ სახლში მეუღლე და 6 შვილი ელოდა. საზეიმო ვახშამზე, როდესაც მალინალის სიყვარულში გამოუტყდა ბელადს და მისი ხელის თხოვა იქვე დასცინა. ჩემო კალანიოპუს, სიკვდილამდე მეყვარება შენი გოგო, ჩემს 6 შვილს გეპიცები სახლში რომ მელოდებიან. ფიცი დასრულებული არ ქონდა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მკვლევარს, რომ ბამბუკის შამფურზე წამოცმულ ნელ ცეცხლზე ატრიალებდნენ ცვრიანი მწვადებით. მოდით ბიჭებო, ამ ჭიქით ყველა იმ შეყვარებულ კაცს გაუმარჯოს, ვინც სიყვარულის ნედლ ცეცხლზე იწვის და დაბრკოლებებს არ უშინებს.